პროპაგანდის საუკეთესო ფორმაა ის, რომელიც მუშაობს უხილავად, აღწევს ადამიანის ყოველდღიურობაში და მას უჩნდება განცდა, რომ ეს მისი პირადი იდეაა. იოზეფ გებელსი, განათლებისა და პროპაგანდის რაიხს მინისტრი. 1930-იანი წლების გერმანიაში ეს ფორმულა იდეალურად მუშაობდა. ნაცისტურმა იდეოლოგიამ და გებელსის პროპაგანდის მანქანამ მოახერხა ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა. ქვეყნის ყველაზე განათლებული, ელიტარული ნაწილი, მეცნიერები და ექიმები დააბრმავა და მათი საქმიანობა იარაღად გამოიყენა. გაიცანით, ეს კაცი იოზეფ გებელსია. იგი მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრი გახლდათ და მან შეძლო და სიტყვა რადიო, ისევე როგორც სიტყვა კინემატოგრაფია, მასობრივი ჰიპნოზის იარაღად გადააქცია. მან შეძლო და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და კულტურული ერი იმდენად დააჰიპნოზა, რომ დაარწმუნა, რომ სიბნელე არის სინათლე, ხოლო ომი გადარჩენის ერთადერთი გზა. როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა, რომელსაც არ გააჩნდა ფიზიკური ძალა და ქარიზმა, მხოლოდ სიტყვისა და გამოსახულების გამოყენებით მილიონობით გონების დამორჩილება. რა ფსიქოლოგიურ ილეთებსა და ტექნოლოგიურ ინოვაციებს ეყნობოდა ნაცისტური პროპაგანდის მანქანა, რომელმაც მთელი ერი დააჰიპნოზა. როგორ აქცია საკუთარი ინტელექტი მესამე რაიხის მთავარ მამოძრავებელ ძალად. რა გზა გაიარა იოზეფ გებელსმა და როგორ დასრულდა მისი ისტორია. ეს ის კითხვებია, რომლებსაც დღევანდელ ვიდეოში გავცემთ პასუხს, მაგრამ მანამ სანამ ამას ვიზამთ, მანამდე მინდა შეგახსენოთ ის, რომ უკვე არაერთი თვეა ჩემს გვერდში დგას კომპანია ციფრული ინდუსტრიის აკადემია. ეს არის ის სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ 21 საუკუნის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები. თუ თქვენ გსურთ, რომ შეისწავლოთ ახალი პროფესია, შეიძინოთ თანამედროვე ციფრული უნარები ან გაიღრმავოთ ცოდნა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ჩემი გამომწერებისთვის კურსზე რეგისტრაციისას მოქმედებს სპეციალური პრომოკოდი პორტალი, რომელიც 15%-იან ფასდაკლებას მოგცემთ ნებისმიერ კურსზე. ციფრული ინდუსტრიის აკადემიის ლინკი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის აღწერაშია და თუ კი მზად ხართ, დავიწყოთ და როგორც ყოველთვის ტრადიციულად დავიწყოთ სულ თავიდან. პაულ იოზეფ გებელსი 1897 წლის 29 ოქტომბერს კათოლიკურ ოჯახში, გერმანიის დასავლეთ მხარეში დაიბადა. გებელს დაბადებისთანავე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და კინაღამ პნევმონიის მსხვერპლი გახდა. 4 წლის ასაკში მან საკმაოდ მძიმე დაავადება, ოსტეომიელიტი, ანუ ძვლის ტვინის ანთება გადაიტანა, რის გამოც დაკოჭლდა. ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ გებელსი გადაარჩინა კოჭლობამ, იმიტომ რომ იგი არ იღებდა მონაწილეობას პირველ მსოფლიო ომში. თუმცა მეორეს მხრივ, კოჭლობამ განსაზღვრა მისი მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ მას გაუჩნდა არასრულფასოვნების კომპლექსი. თანატოლები მას დაცინოდნენ და მაშინ, როცა პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა, ფიზიკურმა იზოლაციამ გებელსი წიგნების სამყაროში ჩაკეტა. მან გადაწყვიტა, რომ თუ კი სხვებს ფიზიკურად ვერ აჯობებდა, მათ ინტელექტუალურ ბრძოლაში მოუგებდა. იოზეფის მშობლები ფიქრობდნენ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის სასულიერო სასწავლებელში ჩააბარებდა, რადგან თეოლოგიური განათლება ერთადერთი მიმართულება იყო, რომლის გადასახადებსაც თავად ეკლესია ფარავდა. თუმცა გებელს არ აინტერესებდა რელიგია. მან აიღო სესხი და ზედიზედ რამდენიმე უნივერსიტეტი გამოიცვალა. მან შეისწავლა კლასიკური ფილოლოგია, გერმანისტიკა და ისტორია. მეტიც, მან მიიღო დოქტორის ხარისხი მაშინ, როდესაც დაიცვა დისერტაცია ნაკლებად ცნობილ გერმანელ მწერალზე ვილჰელმ ფონ შუცზე. წარმოიდგინეთ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არ არსებობს არც მეტრო, არც ავტობუსი, არც სამარშრუტო ტაქსი და მით უმეტეს ონლაინ სწავლება და ტიპმა სამი მიმართულება დაამთავრა. თქვენ კიდე გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემიასთან ერთად შეისწავლოთ მომავლის პროფესია. ყველაზე მაგარი სარეკლამო ინტეგრაცია ჩემს არხზე. კარგი, პატარა ლირიული გადახვევა იყო, მიუბრუნდები გებელს. გებელსი დაინტერესებული იყო ჟურნალისტიკითა და პუბლიცისტიკით. ის წერდა ლექსებსა და პიესებს. მან ერთი რომანიც კი დაწერა, თუმცა გამომცემლობები და გაზეთის რედაქციებიც მის ნამუშევრებს ყოველთვის იწუნებდნენ და უკან აბრუნებდნენ. განათლებული, მაგრამ ღარიბი და ყველასგან უარყოფილი ახალგაზრდა დოქტორი ბოღმითა და სამყაროზე შურისძიების ყურვილით ივსებოდა. მას სჭირდებოდა იდეა, რომელიც მის შინაგან ქაოსს მიზანს მისცემდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ის გამომცემლობები, რომლებსაც გებელსმა მიაკითხა, გახლდათ ულშტაინი და მოსე. ერთშიც და მეორეშიც მთავარი რედაქტორი გახლდათ ებრაელი. და ამან, რა თქმა უნდა, ანტისემიტიზმის პატარა ნიშნები გებელსში გააჩინა, რომელიც მომავალში ალბათ კარგად იცით თუ რაში გადაიზარდა, მაგრამ მოდით მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. გებელსმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გერმანიის მომავალზე დაიწყო ფიქრი. ქვეყანა კრიზისში იყო. მომავალ ნაცისტს აწუხებდა სოციალური უთანასწორობის საკითხი. თავდაპირველად იგი კომუნიზმმა გაიტაცა. გაეცნო კარლ მარქსის, ენგელსისა და როზა ლუქსემბურგის ნაშრომებს. თუმცა 1924 წლის დასაწყისში ის დაინტერესდა ახალი მიმართულებით.
ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობით, რომელსაც სათავეში ადოლფ ჰიტლერი ედგა. ამ პერიოდში მომავალი ფიურერი ციხეში იჯდა, სადაც ლუდის პუტჩის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს. სწორედ ციხის საკანში წერდა ჰიტლერი თავის მანიფესტს ჩემ ბრძოლას. გებელსი, რომელიც გერმანიის გადარჩენის გზებს ეძებდა, გაეცნო მის იდეებს და მიხვდა, რომ ნაციონალ-სოციალიზმი ზუსტად ის ძალა იყო, რომელიც მის მემარცხენე, სოციალისტურ ხედვებსა და რადიკალურ ნაციონალიზმს ერთმანეთთან დააკავშირებდა. თუმცა თავად ჰიტლერის პერსონას ის ეჭვის თვალით უყურებდა და პარტიის შიგნით თავდაპირველად გაცილებით რადიკალურ, მემარცხენე ფრთას მიემხრო. 1924 წლის აგვისტოში იოზეფ გებელსი ნაციონალ-სოციალისტური გამანთავისუფლებელი მოძრაობის შეკრებაზე წავიდა, რომელსაც გრეგორ შტრასერი ხელმძღვანელობდა. შტრასერი და მისი ძმა ოტო ნაცისტური პარტიის შიგნით რეალურ მემარცხენე, ანტიკაპიტალისტურ მიმართულებას წარმოადგენდნენ და სწორედ ამიტომ გებელსი მოიხიბლა მათი შეხედულებებით. საკმაოდ უცნაურია ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც მომავალში ჰიტლერის მარჯვენა ხელი გახდება, თავის დროზე მას წვრილ ბურჟუას უწოდებდა და მეტიც, ითხოვდა, რომ იგი პარტიიდან გაეგდოთ. ამ შეკრებების ფონზე 1924 წლის 1 ოქტომბერს გებელსი ყოველკვირეული პროპაგანდისტული გაზეთის ეროვნული თავისუფლების რედაქტორად დანიშნეს. 1925 წლის 22 თებერვალს კი ის ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის NSDAP-ის წევრი გახდა. გრეგორ შტრასერი პირველი იყო, ვინც გებელსში ორატორული ნიჭი აღმოაჩინა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ ახალგაზრდა იოზეფი ხშირად გამოსულიყო პუბლიკის წინაშე სიტყვით და მიეღო მონაწილეობა მიტინგებში. შტრასერმა მას პარტიის ჩრდილოეთ შტოს პროპაგანდის მართვაც კი ჩააბარა. გებელსის ხმა, რომელიც სავსე იყო აგრესიით, დრამატიზმითა და ემოციით, მომენტალურად იპყრობდა დარბაზის ყურადღებას. როგორც უკვე გითხარით, თავდაპირველად გებელსი სულაც არ იზიარებდა ჰიტლერის იდეებს, იმიტომ რომ მაშინ, როდესაც ჰიტლერი კაპიტალისტებთან მეგობრობდა, გებელს სულ სხვა საპირისპირო აზრი ჰქონდა. იგი ფიქრობდა, რომ ლენინი იყო რუსეთის გამანთავისუფლებელი და მეტიც, იმას ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირი და გერმანია უნდა გაერთიანებულიყვნენ. მაშინ, როდესაც ჰიტლერი მიხვდა იმას, რომ გებელსი საკმაოდ ჭკვიანი და გარდა ამისა კარგი დიქტორი იყო, იგი იმის მაგივრად რომ დაპირისპირებოდა მას, ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ გებელსი თავის მხარეს, თავის ფლანგზე გადაებირებინა. 1926 წელს ჰიტლერმა ბამბერგის კონფერენცია მოიწვია, სადაც შტრასერების მემარცხენე იდეოლოგია მიწასთან გაასწორა. თუმცა გებელს საჯაროდ არ დაუპირისპირდა. პირიქით, დაიწყო მისი მიწვევა პირად შეხვედრებზე. ჩუქნიდა მას თავის წიგნებს და არწმუნებდა, რომ პარტიის მომავალი სწორედ მათ ტანდემზე იყო დამოკიდებული. ყველასგან უარყოფილი გებელსისთვის, რომელიც დაკომპლექსებული იყო, ჩათვალეთ, რომ ჰიტლერის მხრიდან მსგავსი ტიპის ყურადღება ფაქტობრივად აღიარებას ნიშნავდა. ეს იყო ის, რასაც იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეძებდა. მეტყვილად არ ვახსენე ის ფაქტი, რომ იგი ბავშვობაშივე დაკოჭლდა და ამის გამო გარიყულად გრძნობდა თავს. ჰიტლერმა ამ, ასე ვთქვათ, სუსტ წერტილს მიაგნო, ზუსტად იმუშავა მასზე და ფაქტობრივად ძალიან მარტივად გადაიბირა თავის ბანაკში. უნდა ითქვას ისიც, რომ გებელსი 1923 წლიდან თითქმის სიცოცხლის ბოლომდე წერდა დღიურში ყველაფერს, მათ შორის პარტიულ ინტრიგებს, ჰიტლერთან შეხვედრებს, ოჯახური ცხოვრების დეტალებსა და პირად განცდებს. თავის დღიურში გებელსი შემდეგ რაღაცას აღნიშნავდა. ჰიტლერი ნამდვილი გენიაა, მე ის მიყვარს, ასეთი კაცისთვის სიცოცხლესაც დავთმობდი. გებელსის კარიერული წინსვლა შეიძლება ითქვას, რომ 1926 წლიდან ოფიციალურად დაიწყო, იმიტომ რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჰიტლერმა იგი ბერლინის გალაიტერად, ანუ პარტიულ ლიდერად დანიშნა. რატომ? მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. ორთიც კი გაჩვენეთ, მაგრამ რეალურად ერთი მიზეზის გამო. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ბერლინი არის ფაქტობრივად კომუნისტების ციტადელი. და აი ამ გაწითლებულ ბერლინში გებელს უწევს ახალი პროპაგანდისტული მექანიზმების გამოგონება. მან მომავალი პროპაგანდისტებისთვის ორატორობის სკოლა შექმნა და მეტიც, დაიწყო საკუთარი ანტისემიტური გაზეთის გამოშვება, რომელსაც Der Angriff, ანუ შეტევა ერქვა. გებელსი მიხვდა, რომ მასებს გრძელი ინტელექტუალური და მოსაწყენი პოლიტიკური ანალიზი კი არ აინტერესებდათ, არამედ უფრო მეტად ხიბლავდათ მარტივი, უხეში და ემოციური ლოზუნგები. მისი გაზეთი სავსე იყო ებრაელების კარიკატურებითა და მტრების პირდაპირი ლანძღვით. გებელსის მთავარი დოქტრინა ასეთი იყო: პროპაგანდა უნდა იყოს პოპულარული და არა ინტელექტუალურად სასიამოვნო. მისი მიზანი ჭეშმარიტების ძიება კი არა, მასების აყოლიება უნდა იყოს.
თუმცა რა თქმა უნდა გებელსი იდეალურად ხვდებოდა იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაზეთები საკმარისი არ იყო. სწორედ ამიტომ იგი ნაცისტური გერმანიის წარმომადგენლების მარშებს აწყობდა ხოლმე ბერლინის იმ უბნებში, სადაც ძირითადი მოსახლეობა კომუნისტურ პარტიებს უჭერდა მხარს, რასაც რა თქმა უნდა თავის მხრივ მოყვებოდა ჭხუბიც, პანიკაც და გარდა ამისა სისხლის ღვრაც. მაგრამ გებელსმა იდეალურად იცოდა ის, რომ ნებისმიერი მსხვერპლი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა კომუნისტების მხრიდან, პროპაგანდისტვის იდეალური მასალა იქნებოდა. 1928 წელს რაიხსტაგში მორიგი ოფიციალური არჩევნები ჩატარდა, რომელშიც ნსდაპი დამარცხდა და ამიტომ ჰიტლერი მიხვდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთვის უფრო მეტი რამ იყო საჭირო, ვიდრე უბრალოდ ბროშურებისა და პროპაგანდისტული გაზეთების ბეჭდვა. ამ საქმისთვის კი გებელსი იდეალური კანდიდატი გახლდათ. მან სრულმასშტაბიანი კამპანია დაიწყო. გერმანიის მასშტაბით მისი მეთაურობით ასობით მიტინგი, ხალხთან შეხვედრა და სხვადასხვა პიარ აქცია ჩატარდა. გებელსი პოტენციურ ამომრჩეველს არწმუნებდა იმაში, რომ აბსოლუტურად ყველა პრობლემა, მათ შორის სოციალური უთანასწორობა, უმუშევრობა, შიმშილი, მოკლედ ყველა პრობლემა იყო გამოწვეული გარე ძალებით და არა შიდა ძალებით. და იგი მოსახლეობას არწმუნებდა იმაში, რომ ნსდაპი ამ პრობლემებს მოაგვარებდა. მან საარჩევნო კამპანია შოუდ აქცია, რომელიც მანამდე ევროპაში არავის ჰქონდა ნანახი. სწორედ გებელსმა გამოიყენა პირველად ავიაცია პოლიტიკური მიზნებისთვის. კამპანიას დაერქვა ჰიტლერი გერმანიის თავზე. ფიურერი თვითმფრინავი დაფრინავდა და ერთ დღეში ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ახერხებდა ხალხის წინაშე გამოსვლას. აი ღამის შეკრებები კი გრანდიოზულ, მისტიურ სანახაობებად იქცა. ჩირაღნების მარშები, დოლების ხმა და ცისკენ მიმართული მძლავრი პროჟექტორები მასებს აიძულებდა თავი რაღაც უზარმაზარი, უძლეველი ძალის ნაწილად ეგრძნოთ. შედეგმა არ დააყოვნა. 1930 წლის გერმანულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 6,319,672 ხმა მიიღო და ნაცისტები სიდიდით მეორე პარტია გახდნენ გერმანიის პარლამენტში. როგორც გახსოვთ, გებელსზე გიყვებოდით იმას, რომ მან საკმაოდ კარგად შეისწავლა ფილოლოგიაც და ფილოლოგიის გარდა ისტორიას თქო. ხო და მოკლედ, ანტიკურ საბერძნეთში არსებობდა ერთი ასეთი ტერმინი deus ex machina, რაც ლათინურიდან ქართულზე ითარგმნება როგორც ღმერთი მანქანიდან. მოკლედ, სპექტაკლის დადგმის დროს, მაშინ როდესაც მთავარ მოქმედ პერსონაჟებს რაღაც კატასტროფა დაატყდებოდა თავს, ამ წეების დახმარებით ციდან ჩამოჰყავდათ ის პერსონაჟი, რომელიც, უпроსტოდ კი ის მსახიობი, რომელიც ღმერთს განასახიერებდა და ეს ღმერთი ამ სხვა პერსონაჟების პრობლემებს ერთი ხელის მოსმით უბრალოდ აკარწყლებდა. ხო და გებელსმა დაახლოებით იგივე რამ გააკეთა. ჰიტლერი დაფრინავდა ქალაქიდან ქალაქში, თვითმფრინავის დახმარებით რა თქმა უნდა, და შემდეგ უკვე პირდებოდა ხალხს იმას, რომ მათ პრობლემებს, მათ სოციალურ უთანასწორობას, შიმშილს და ნებისმიერ სხვა მოკლედ პრობლემას ერთი ხელის მოსმით გააკარწყლებდა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ გებელსმა ანტიკურ მეთოდს მიმართა საიმისოდ, რომ ჰიტლერი ბევრად უფრო პოპულარული გაიხადა ხალხში. თუმცა ამ ცდილობების მიუხედავად 1932 წლის 31 ივლისს ჩატარებულ არჩევნებში ჰიტლერმა ვერ მოახერხა რაიხს პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება. მისმა პარტიამ კი 37% მიიღო და პარლამენტში ის და მისი წარმომადგენლები საკმაოდ ბევრნი იყვნენ. პრეზიდენტი ჰინდებურგი იძულებული იყო, რომ ორჯერ დაეთხოვა პარლამენტი და რიგ გარეში არჩევნები ჩაეტარებინა. თუმცა ყოველ ჯერზე ნაცისტური პარტია პირველ ადგილს იკავებდა. ინტრიგებისა და ულტიმატუმების ხარჯზე ჰიტლერმა აიძულა პრეზიდენტს, რომ იგი რაიხს კანცლერის პოსტზე დაენიშნა. 1933 წლის 30 იანვარს ადოლფ ჰიტლერი გერმანიის რაიხს კანცლერად დაინიშნა. ნაცისტებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე კვირაში კი ფიურერმა სპეციალურად გებელსისთვის შექმნა ახალი უწყება, ხალხის განათლებისა და პროპაგანდის რაიხს სამინისტრო. პაულ იოზეფ გებელსმა მიაღწია მთავარ მიზანს. ის გახდა ქვეყნის ნომერ პირველი იდეოლოგი, რომლის ხელშიც გერმანიის ყველა მოქალაქის გონება აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მესამე რაიხის საკმაოდ მძიმე და ბნელი ისტორია. პირველი სიმბოლური აქტი, რომელიც ამ ადამიანმა თავისი რაიხს მინისტრობის აღსანიშნად გააკეთა, იყო ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი კოცონის დანთება. 1933 წლის 10 მაისი, ბერლინის ოპერის მოედანი. გებელსის პირდაპირი ორგანიზებით ნაცისტმა სტუდენტებმა და პროპაგანდისტებმა საჯაროდ დაწვეს 25,000-ზე მეტი არაგერმანული და აკრძალული წიგნი. ცეცხლში ყრიდნენ ისეთი გენიოსების ნამუშევრებს, როგორიც იყვნენ აინშტაინი, ფროიდი, ჰემინგუეი და რემარკი. გებელსი პირადად იდგა კოცონთან და სიტყვით გამოდიოდა. ის კვიროდა, რომ გერმანული სული განიწმინდა. ამ დროს კი სტუდენტები კოცონში აგდებდნენ ჰაინრიხ ჰაინეს,
ებრაული წარმოშობის გერმანელი პოეტისა და მოაზროვნის წიგნებსაც. არადა ამ დროს ჰაინე თავის პიესაში ალმასორი წერდა, რომ იქ სადაც წვავენ წიგნებს, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ. მალევე, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გებელსის ბრძანებით აიკრძალა ოპოზიციური პარტიები. ხალხმა გააცნობიერა ის ფაქტი, რომ ისინი ან მესამე რაიხის მხარდამჭერები არიან, ან არა და წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ექნებოდათ გესტაპოსთან. ხალხის განათლებისა და პროპაგანდის რაიხსამინისტროს ხელმძღვანელი გებელსი პასუხისმგებელი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროპაგანდისტულ აბსოლუტურად ყველა პროცესზე. ის აორგანიზებდა საჯარო შეკრებებს, აწყობდა გამოფენებს, პასუხისმგებლობას იღებდა თეატრალურ დადგმებზე, კურირებდა ანტისემიტური ლიტერატურის გავრცელებას და აკონტროლებდა პრესას. პროპაგანდის სამინისტროში მუშაობა მხოლოდ არიული წარმოშობის ადამიანებს შეეძლოთ, რომელთა გენეალოგიური ხედს 1800 წლიდან მოწმდებოდა. მათ არ უნდა ჰქონოდათ შერეული სისხლის წარმომავლობა. თუ კი დღეს ებრაული პრესა თვლის, რომ შეუძლია მუქარი შემცველი განცხადების გაკეთება ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობის მიმართ, მაშინ ეს ფრთხილად უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ ერთჩვენიერ დღეს ჩვენი მოთმინების ფიალა აივსება და ებრაელების მატყუარა პირების სამუდამოდ დაიმუწება. გებელსის ბრძანებით უცხოური პრესა ქვეყანაში აიკრძალა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, იმიტომ რომ იგი პირადად აკონტროლებდა იმას, თუ რა ტიპის გასართობ შემეცნებითი კონტენტი შეიქმნებოდა. ანუ მათ შორის გაზეთში, რადიოში, კინოთეატრში და თეატრში, რა თქმა უნდა. მაგრამ ესეც მხოლოდ დასაწყისი იყო, იმიტომ რომ ადამიანებს უბრალოდ აეკრძალათ ნაცისტური გერმანიის კრიტიკა 1924 წლიდან კანონმდებლობის დონეზე. ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც მესამე რაიხს აკრიტიკებდა, ავტომატურად მოღალატედ ითვლებოდა. და სწორედ ამის გამო ძალიან ბევრმა გამოჩენილმა ადამიანმა გერმანია დატოვა. ანუ პარალელი რომ გავავლოთ, წარმოიდგინეთ მე რომ მეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, სადაც გებელსი მოღვაწეობდა და მაგ პერიოდისთვის YouTube რო ყოფილიყო, ის თუ რას ვიტყოდით ჩემს ვიდეოში ან როგორ შევფუთავდით ჩემს ვიდეოს, გებელს უნდა გაეკონტროლებინა. შეიძლება პირადად გებელს არა, მაგრამ მის მიერ შექმნილ რაიმე სახის ორგანიზაციას. საბავშვო ბაღებსა და სკოლებში გებელსის ბრძანებით შეიცვალა სასწავლო პროგრამა. მომავალ თაობას ასწავლიდნენ რასოლოგიას, რომელშიც მოსწავლეებს უხსნიდნენ იმას, თუ რატომ არ უნდა დაოჯახებულიყვნენ არავითარ შემთხვევაში სხვა რასის წარმომადგენელთან. ნსდაპის ახალგაზრდულმა ფრთამ უნივერსიტეტის თვითმმართველობაზე ფაქტობრივად ტოტალური კონტროლი დაამყარა და შექმნა მოძრაობა ჰიტლერ-იუგენდი. 1934 წლის ნიურნბერგის პარტიულ ყრილობაზე სპეციალურად ჰიტლერ-იუგენდების წევრების წინაშე გამოსვლისას გებელსმა შემდეგი რამ წარმოთქვა. თქვენ, გერმანელო გოგოებო და ბიჭებო, თქვენ ხართ მომავლის გარანტი, ძლიერი გერმანიისა და დაუმორჩილებელი გერმანელი ერის გარანტი. ჰიტლერ-იუგენდობა რა თქმა უნდა ნებაყოფლობითი იყო, ანუ არავის არ აძალებდნენ იმას, რომ ჰიტლერ-იუგენდებში გაწევრიანებულიყვნენ, მაგრამ გებელსმა შექმნა ისეთი გარემო, სადაც აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ჰქონდა იმის სურვილი, რომ მათი შვილი ჰიტლერ-იუგენდების წევრი გამხდარიყო. ამ ყველაფერს გებელსი რა თქმა უნდა ახერხებდა კინოს, რადიოს, მუსიკის, თეატრის და გარდა ამისა პრესის საშუალებით. გებელსი მოზარდებს პირდებოდა იმას, რაც მათ ასაკში ყველაზე მეტად ხიბლავდათ. თავგადასავლებს, გრანდიოზულ სპორტულ შეჯიბრებებს, უფასო მოგზაურობებს, ბანაკებსა და კულტურულ წრეებს, რაც მთავარია ეს იყო ერთადერთი გზა მომავალი კარიერული წინსვლისა და აღიარებისთვის. თუმცა ამ ლამაზი სპორტული და მხიარული შეფუთვის მიღმა უმძიმესი რეალობა იმალებოდა. გებელს ბავშვები არა სპორტისთვის, არამედ ტვინის გამორეცხვისთვის სჭირდებოდა. კულტურული წრეების ნაცვლად მათ უნერგავდნენ ფანატიკურ რასიზმს, ბრმა მორჩილებას და სამხედრო დისციპლინას. გებელსის პროპაგანდა მოზარდების ბუნებრივი ენერგია და იდეალიზმი მესამე რაიხის ყველაზე მორჩილ იარაღად აქცია. პროპაგანდის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტად გებელსი მიიჩნევდა რადიოს. იმიტომ რომ რადიოს მოსმენის შემთხვევაში ადამიანებს არ ქონდათ იმის საშუალება, რომ მალე გაეაზრებინათ ის თუ რა გაიგეს. აი პრესის წაკითხვის დროს პირობითად თუ კი მათ რაღაცა არც თუ ისე სასიამოვნო ამოიკითხეს, შეეძლოთ რომ მიბრუნებოდნენ ტექსტს და ხელახლა წაეკითხათ. მაგრამ ამის საშუალებას რადიო არ იძლეოდა. გებელსი ამბობდა იმას, რომ რადიო იმ პერიოდისთვის და იმ ეპოქისთვის, რომელშიც თავად მოღვაწეობდა, დაახლოებით იგივე იყო, რაც წინა ეპოქისთვის გახლდათ პრესა. გებელსის ბრძანებით შეიქმნა სპეციალური, საოცრად იაფი რადიომიმღები ვოლკსემფანგერი, ანუ ხალხის რადიო. მისი ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ გერმანიის თითქმის ყველა მოქალაქემ შეიძინა. თუმცა ამ რადიოს ერთი ტექნიკური საიდუმლოც ჰქონდა.
მას შეგნებულად არ ჰქონდა მოკლე ტალღების მიღების ფუნქცია, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერმანელები ფიზიკურად ვერ დაიჭერდნენ უცხოურ გადაცემებს. რადიო მხოლოდ ნაცისტურ იდეოლოგიასა და სამხედრო მარშებს გადასცემდა. მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გებელსის აზრით პროპაგანდისტვის გახლდათ, რა თქმა უნდა, კინო. კინო, რომელიც ზოგადად ადამიანების შეხედულებებს აყალიბებს და კინო, რომელსაც თანამედროვე სამყაროშიც საკმაოდ აქტიურად იყენებენ პროპაგანდისტვის. ამაზე შემიძლია ვიდეოს ჩაწერა, კომენტარებში გამოვშვით, თუ ამის სურვილი გექნებათ. მოკლედ, გებელსი კინოს ამბავში სამ მიმართულებაზე აპელირებდა. პირველი მიმართულება გარე მტრებისა და ებრაელების მიმართ ზიზღის შემცველი ფილმების გადაღება იყო. მეორე მიმართულება ადოლფ ჰიტლერის ტრიუმფის, აღზევებისა და განდიდების შემცველი ფილმები გახლდათ. მესამე მიმართულება კი ხალხში გერმანული ერის მიმართ პატრიოტულ სულისკვეთებას აღვიძებდა. რა თქმა უნდა, ალბათ გაქვთ გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ გებელსი არ იყო რეჟისორი და შესაბამისად იმისთვის, რომ კინო უბრალო აგიტაციიდან ხელოვნების დონემდე აეყვანა, მას სჭირდებოდა სერიოზული რეჟისორი. გაიცანით, ეს ლენი რიფენშტალია, ქალი, რომელმაც არაერთი ფილმი გადაიღო, რომლის გამოც პირადად ჰიტლერის ფავორიტიც გახდა. რიფენშტალმა ნაცისტური პროპაგანდა ნამდვილ ვიზუალურ შედევრად აქცია. მან პირველმა გამოიყენა გადაღების ისეთი რევოლუციური ტექნიკა, როგორიცაა კამერის მოძრაობა რელსებზე, დაბალი კუთხიდან გადაღება და მასობრივი სცენების გეომეტრიული სიზუსტით მონტაჟი. მისმა ფილმმა ნების ტრიუმფი ფაშიზმის ვიზუალური სახე შექმნა. სხვათა შორის ბოლო ვიდეოში, რომელშიც ანონიმუსებზე ვისაუბრე, ვახსენე ფილმი V ანუ ვენდეტა. ან V ნიშნავს ვენდეტას, როგორც სურთ, ისე უწოდეთ, ორივე თარგმანი იდეაში იქნება სწორი. მოკლედ, რეჟისორმა იმისთვის, რომ კარგად ეჩვენებინა დიქტატურა, დაახლოებით იგივე რაკურსებით გადაიღო კადრები, რა რაკურსებითაც იღებდა ქალბატონი ლენი. ანტისემიტური განწყობები ქვეყანაში ნელ-ნელა მასშტაბური ხდებოდა. თავდაპირველად ნსდაპმა ბოიკოტი გამოუცხადა ებრაულ მაღაზიებს. შემდეგ ებრაელებს სამედიცინო დაწესებულებებში აეგზალათ მუშაობა. დროსთან ერთად ებრაელებს აეგზალათ იურისტობაც, მასწავლებლობაც და ჟურნალისტიკაც. გერმანელებსა და ებრაელებს შორის ქორწინება აიგრძალა. მალევე პროპაგანდისტულმა მანქანამ საუბარი დაიწყო იმაზეც, რომ ებრაელები უნდა დაეხოცათ, რადგან ისინი აბინძურებდნენ წმინდა არიულ სისხლს. 1938 წლის 7 ნოემბერს ებრაული წარმოშობის მქონე პოლონელმა გერშელ გრინშპანმა საფრანგეთში ჩასული გერმანელი დიპლომატი ერნსტ ფომ რატი მოკლა. გებელსმა ისარგებლა სიტუაციით და პრესაში ანტისემიტური სტატიების ბეჭდვა დაიწყო, რომელმაც მასობრივი არეულობები გამოიწვია. ამ არეულობებს მოყვა ასობით ებრაელი ადამიანის გარდაცვალება, ხოლო უშუალოდ მოვლენა ისტორიაში შევიდა ბროლის ღამის სახელით. გერმანელებმა გადაწვეს სინაგოგები, დაამტვრიეს ებრაელების მაღაზიები და მათი საცხოვრებელი სახლები. აუცილებლად არის სახსენებელი ისიც, რომ გებელსის პროპაგანდისტული მანქანა ეყრდნობოდა ორი გენიალური ადამიანის, ფსიქოანალიზის მამის, ზიგმუნდ ფროიდის და მისი დიშვილის, პიარისა და პროპაგანდის ამერიკელი პიონერის, ედვარდ ბერნეისის ნაშრომებს. ორივე მათგანს ებრაული წარმოშობა ჰქონდა და წარმოიდგინეთ, რამდენად ირონიულია ის ფაქტი, რომ გებელსი ებრაელებს ისევ და ისევ ებრაელების მიერ აღმოჩენილი და გამოგონილი ფსიქოლოგიური ხრიკების დახმარებით ებრძოდა. ფროიდმა მსოფლიოს დაანახა, რომ ადამიანს მართავს არა იმდენად ლოგიკა და გონება, არამედ ქვეცნობიერი, პირველყოფილი ინსტინქტები, შიშები და ფარული აგრესია. მისმა დიშვილმა ედვარდ ბერნეისმა კი ეს თეორია პრაქტიკაში გადაიტანა და შექმნა მასების მანიპულაციის სახელმძღვანელო, რომელსაც პირდაპირ პროპაგანდა დაარქვა. გებელსმა შეისწავლა მთავარი რამ. მასებზე ზემოქმედებისთვის საჭირო იყო არა არგუმენტები, არამედ ადამიანის ბაზისურ ინსტინქტებზე თამაში. გებელსმა გერმანელი ერის კოლექტიური შიში, ეკონომიკური სასოწარკვეთა და ფრუსტრაცია მიმართა ერთი კონკრეტული მიზნისკენ, სიძულვილისკენ. მან ფროიდის მიერ აღმოჩენილი ადამიანის ბნელი მხარე მესამე რაიხის საწვავად აქცია. ემილ დოვიფატმა კი, რომელიც გერმანელი მეცნიერი და ჟურნალისტი იყო, ჩამოაყალიბა პროპაგანდის 5 კანონი: გამარტივების კანონი, მტრის ხატის შექმნა, გაფართოებისა და გადიდების კანონი, გამეორების კანონი და მასობრივი შეთავსების კანონი. გებელსი დოვიფატის კანონებით აქტიურად სარგებლობდა, თუმცა მათ კიდევ 3 შემატა, რომელთა შინაარსი დაახლოებით ასე ჟღერს: რაც უფრო საზარლა ჟღერს ტყუილი, მით უფრო მარტივია მისი დაჯერება. 1000-ჯერ გამეორებული ტყუილი ადრე თუ გვიან სიმართლედ გადაიქცევა. 3/4 საზარელ ტყუილს დაუმატეთ 1/4 სიმართლე და ასე ის უფრო დამაჯერებელი გახდება. მსგავსი მეთოდების გამოყენებით გებელსმა შეძლო და აღზარდა ის თაობა, რომელიც უპირობოდ, ბრმად და უსიტყვოდ მიყვებოდა თავის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს.
თავის მხრივ ადოლფ ჰიტლერი ფაქტობრივად ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთანავე საუბრობდა იმაზე, რომ გეგმავდა 1000 წლიანი რაიხის აშენებას, რომლის ფუნდამენტშიც არიული რასის აბსოლუტური დომინირება უნდა ყოფილიყო. თუმცა 1000 წლიანი იმპერიის ასაშენებლად გერმანიას სჭირდებოდა ტერიტორია. ჰიტლერმა შემოიტანა ახალი საშიში გეოპოლიტიკური ტერმინი Lebensraum, ანუ სასიცოცხლო სივრცე. ფიურერის წარმოდგენით არიულ რასას სხვებზე უნდა ებატონა. მონღოლოიდური, ნეგროიდული და სლავური რასები, ებრაელები და ციგნები კი მას უნდა დამორჩილებოდნენ. ნაცისტური დოქტრინის მიხედვით გერმანელ ერს ჰქონდა იმის უფლება, რომ აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაეფართოვებინა თავისი საზღვარი, მაგრამ მაგ გასათვალისწინებელია ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. არ თუ ისე დიდი ხნის წინ, გერმანელმა ერმა გამოიარა პირველი მსოფლიო ომი და მთელი მოსახლეობა ფაქტობრივად გადაღლილია ამ ომებით და რამდენად რთულია ის, რომ ამ ხალხს აიძულო ახალ სასაკლაოში ჩაერთონ. სწორედ აქ გამოჩნდა გებელსის საკმაოდ სერიოზული და გარდა ამისა დახვეწილი პროპაგანდისტული ნიჭი. გებელსმა ამუშავა პროპაგანდის მესამე კანონი, გაფართოება და ტყუილის ტირაჟირება. გერმანულ პრესაში და რადიოში ყოველდღიურად დაიწყო ყალბი ამბების გავრცელება იმის შესახებ, თუ როგორ აწამებდნენ და ჩაგრავდნენ ეთნიკურად გერმანელებს მეზობელ პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. გებელსი ხალხს უნერგავდა აზრს, რომ გერმანია სხვებს თავს კი არ ესხმოდა, არამედ იზოლებული იყო საკუთარი სისხლი და ხორცი დაეცვა. გებელსმა მოახერხა და შექმნა მტრის ხატი. მან დააჯერა გერმანელებს, რომ მესამე რაიხი იყო ალყაში შემორტყმული იქინა გამომდინარე, რომ დასავლეთიდან მას ებრძოდნენ კაპიტალისტები, აღმოსავლეთიდან გერმანიას უახლოვდებოდა ბოლშევიკური ურდო, ხოლო შიგნიდან ქვეყანას ებრძოდნენ ებრაელები. სწორედ აქინა გამომდინარე, გერმანელებისთვის ომი იყო არა რაღაც, რაც ძალადობასთან იყო ასოცირებული, არამედ ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ საკუთარი თავი დაეცვათ. მოგვიანებით ნიურნბერგის პროცესზე ჰერმან გერინგმა, ნაცისტური გერმანიის ავიაციის მინისტრმა და რაიხსმარშალმა გებელსის პროპაგანდა დაახლოებით ასე ახსნა. რა თქმა უნდა, უბრალო ხალხს ომი არ უნდა. ეს გასაგებია, მაგრამ საბოლოო ჯამში პოლიტიკას ქვეყნის ლიდერები განსაზღვრავენ და ხალხის თან გაყოლიება მარტივი საქმეა. მათ უნდა უთხრა, რომ თავს ესხმიან. აი მშვიდობის მყოფელებსა და პაციფისტებს კი პატრიოტიზმის ნაკლებობაში დაადანაშაულენ. ეს მეთოდი ერთნაირად მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში. 1936 წლის 7 მარტს გერმანიამ ვერსალის საზავო ხელშეკრულება დაარღვია და ჯარი რეინის დემილიტარიზებულ ზონაში შეიყვანა. მოგვიანებით მათ შეიერთეს ავსტრია, სუდეტის ოლქი, შემდეგ მთლიანი ჩეხოსლოვაკია. ნელ-ნელა ქვეყანა სრულმასშტაბიან კონფლიქტში ჩაერთო. ომში, რომელსაც მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომი ეწოდა. ამ ყველაფრის პარალელურად დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი მხოლოდ სიტყვიერი შეშფოთებით შემოიფარგლებოდნენ ხოლმე. მათ ეგონათ, რომ თუ კი გერმანიას რაღაც გარკვეულ ტერიტორიებს დაუთმობდნენ, ომი არ გადაიზრდებოდა ბევრად უფრო მასშტაბურ პროცესში. თუმცა 1939 წლის 1 სექტემბერს, მას შემდეგ რაც გერმანია პოლონეთში შეიჭრა, დიდმა ბრიტანეთმაც და საფრანგეთმაც გერმანიას ოფიციალურად გამოუცხადა ომი. სანამ ჯარისკაცები ფრონტზე იბრძოდნენ, გებელსის პროპაგანდის სამინისტრო აქტიურ ანტისლავურ კამპანიას ეწეოდა, რათა პოლონელების გენოციდისთვის ნიადაგი მოემზადებინა. გერმანულ პრესაში ყოველდღიურად იწერებოდა სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ აწამებდნენ და ხოცავდნენ ეთნიკურ გერმანელებს პოლონეთის ტერიტორიაზე. კულმინაცია კი გახდა ქალაქ ბრომბერგში მომხდარი შეტაკება, რომელსაც გებელსის ბრძანებით სისხლიანი კვირა უწოდეს. ნაცისტმა ჟურნალისტებმა მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულად გაზარდეს და გამოაცხადეს, რომ პოლონელებმა 58,000 გერმანელი გამოასალმეს სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, გებელსმა ეს რიცხვი მინიმუმ 10 მაინც გაბერა, იმიტომ რომ მას საერთოდ არ აინტერესებდა სიმართლე. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ პროპაგანდის მანქანას ისე ემუშავა, რომ გერმანელ ჯარისკაცში საერთოდ გაექრო პოლონელი მშვიდობიანი მოქალაქის მიმართ რაიმე სახის სიბრალული. ომის პირველ წლებში გებელსის მთავარი იარაღი გახდა სამხედრო კინოჟურნალები, Deutsche Wochenschau. ეს იყო ყოველკვირეული დოკუმენტური გამოშვებები, რომლებსაც გერმანიის ყველა კინოთეატრში ფილმის დაწყებამდე სავალდებულო წესით აჩვენებდნენ. გებელსი პირადად იღებდა კადრების დამონტაჟებაში მონაწილეობას. მაყურებელს აჩვენებდნენ ვერმახტის ელვისებურ ომს, იგივე ბლიცკრიგს, საფრანგეთის კაპიტულაციას და გამარჯვებულ ფიურერს. ამ პერიოდში პროპაგანდის მიზანი მარტივი იყო. ხალხში უძლეველობის ილუზიის შექმნა და აბსოლუტური ეიფორია.
ყველაფერი 1953 წლის დასაწყისში შეიცვალა, მაშინ, როდესაც გერმანელები სტალინგრადის ბრძოლაში დამარცხდნენ. წარმოიდგინეთ, ასობით ათას დედას მიუვიდა წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი შვილი სახლში აღარ დაბრუნდებოდა. ასობით ათასმა ქალმა გაიგო ის, რომ ისინი დაქვრივდნენ. სწორედ ამ პერიოდში გებელსის პროპაგანდისტული მექანიზმი თავიდან ბოლომდე შეიცვალა. თუ კი აქამდე იგი აპელირებდა იმაზე, რომ გერმანია იყო დაუმარცხებელი და გარდა ამისა იმაზე, რომ გერმანელ ხალხში რაღაც ეიფორიის შეგრძნება გაეღვიძებინა, ახლა მან პროპაგანდის მანქანა მიმართა შიშზე. აქ გებელსმა აამუშავა ის, რასაც პროპაგანდაში აპოკალიფსურ ნარატივს უწოდებენ. მან რადიოთი და გაზეთებით დაიწყო საუბარი იმაზე, რომ თუ გერმანია ომს წააგებდა, ბოლშევიკური ურდო აღმოსავლეთიდან შემოიჭრებოდა. გერმანელ მამაკაცებს ციმბირში გადაასახლებდა, ქალებსა და ბავშვებს კი გაანადგურებდა. მან ხალხს წაართვა არჩევანის უფლება. დააჯერა, რომ ეს აღარ იყო ომი ტერიტორიებისთვის. ეს იყო ომი გერმანელი ერის ფიზიკური გადარჩენისთვის. ამ ყველაფრის კულმინაცია გახლდათ 1953 წლის 18 თებერვალი, ანუ ის დღე, როდესაც გებელსი ბერლინის პორტის სასახლეში ხალხის წინაშე წარსდგა იმ პლაკატების ფონზე, რომელზეც ეწერა „ტოტალური ომი უდრის უმოკლეს ომს“. აქ სიტყვის დასრულების შემდეგ გებელსმა ხალხს შემდეგი რამ ჰკითხა: „გსურთ თუ არა თქვენ ტოტალური ომი? გსურთ თუ არა რომ ის უფრო ტოტალური და რადიკალური გახდეს? იმაზე უფრო რადიკალური, ვიდრე ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ“. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ დარბაზში მყოფი ათობით ათასი ადამიანი ფეხზე წამოდგა და კოლექტიურ ისტერიკაში აყვირდა. გებელსმა მიაღწია მიზანს. ხალხის შიში და სასოწარკვეთა ფანატიკურ ენერგიად აქცია. მან თავისი გამოსვლა მუქარი დაასრულა, რომელიც ასე ჟღერდა: „ახლა კი ერო ახსდეკ და ქარიშხალო იგრიალე“. ამ დღის შემდეგ გერმანელი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვების და მოხუცებულებიც, ერთ დიდ სამხედრო მექანიზმში ჩაერთვნენ. 1944-45 წლებში მესამე რაიხი სულ ზღაფავდა. საბჭოთა ჯარები აღმოსავლეთიდან მიუახლოვდნენ ბერლინს, მოკავშირეები კი დასავლეთიდან. გერმანიის ქალაქები ნანგრევებად იყო ქცეული. ქვეყანას აღარც რესურსი ჰქონდა და აღარც რეგულარული არმია. ნორმალურ სახელმწიფოში მსგავს სიტუაციაში კაპიტულაციას აცხადებენ, თუმცა გებელსის პარალელურ რეალობაში პროპაგანდა ბოლო წამამდე არ ჩერდებოდა. იმისათვის, რომ არმიაში სიცარიელე შეეოსო, გებელსმა შექმნა ფოლკშტურმი, იგივე სახალხო არმია, რომელშიც 16-დან 60 წლამდე ადამიანები იყვნენ გაწევრიანებულები. რადიო კვლავ პროპაგანდისტულ ნარატივებს გაჰყვიროდა. გებელსი აცხადებდა იმას, რომ გერმანიას ჰქონდა რაღაც სასწაულებრივი იარაღი, რომელსაც შეეძლო ომის მსვლელობის პროცესი ერთ დღეში დაესრულებინა. რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო. მას უბრალოდ სურდა ის, რომ გერმანიის დამარცხება რამდენიმე კვირით მაინც გადაევადებინა. 1945 წლის აპრილში გებელსი თავის ცოლთან, მაგდასთან და 6 შვილთან ერთად ფიურერის მიწისქვეშა ბუნკერში გადადის. ის, ვინც წლების განმავლობაში მთელ ერს მართავდა, ახლა მიწის ქვეშ, რამდენიმე კვადრატულ მეტრში იყო გამოკეტილი. 30 აპრილს ჰიტლერის თვითმკვლელობის შემდეგ იოზეფ გებელსი ოფიციალურად გახდა გერმანიის კანცლერი, თუმცა ამ პოსტზე მას მხოლოდ 1 დღის გატარება მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ გებელს და მის მეუღლე მაგდას შესთავაზეს ბერლინიდან წასვლა, მათ უარი განაცხადეს. წარმოიდგინეთ, რამდენად ჰქონდათ ამ ადამიანებს ტვინი გამორეცხილი საკუთარივე პროპაგანდით, რომ მაგდა სიკვდილის წინ თავის წერილში შემდეგ რაღაცას წერდა. სამყარო, რომელიც მოვა ფიურერისა და ნაციონალ-სოციალიზმის შემდეგ, აღარ ღირს იმად, რომ მასში იცოცხლო. ამიტომ შვილებიც თან მივყავს. 1945 წლის 1 მაისს მაგდა გებელსმა თავის შვილებს ძილის წინ ციანიდი მიაღებინა. ამის შემდეგ ის და თავისი მეუღლე ავიდნენ ბუნკერის ბაღში და აქ დაასრულეს სიცოცხლე. მათი ბრძანებით გერმანელმა ჯარისკაცებმა მათი სხეულები ზუსტად ისევე დაწვეს, როგორც ადოლფ ჰიტლერის და მისი მეუღლის სხეული. პაულ იოზეფ გებელსმა შექმნა მასების მანიპულაციის ისეთი საზარელი მანქანა, რომელმაც მთელი ერი კოლექტიურ ჰიპნოზში მოაქცია. ფიურერმა გებელსის დახმარებით მსოფლიოს საზარელი ომი დაატეხა თავს. გებელს ბოლო წამამდე სჯეროდა, რომ სწორ მხარეს იბრძოდა, მაგრამ ბოლოს საკუთარი თავიც და საკუთარი შვილებიც იმავე ცეცხლში დაწვა, რომელიც თავადვე დაანთო. გებელსი დიდი ხნის წინ მოკვდა, მესამე რაიხი კი ისტორიას ჩაბარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პროპაგანდა არსად გამქრალა. იგი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ადამიანის არაცნობიერი არ შეიცვლება და მისი საბაზისო შიშებიც უცვლელი იქნება. იგი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც საუკუნეების წინ იყო. შეიცვალა მხოლოდ ფორმები, პლატფორმები და ტექნოლოგიები. რადიო მიმღებები და კინოთეატრები დღეს სოციალურმა ქსელებმა,
ალგორითმებმა და ტელევიზიამ ჩაანაცვლა. აი მეთოდები კი მათ შორის გამარტივება, მტრის ხატის შექმნა და ემოციებით манипуლირება დღესაც ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურ საინფორმაციო ნაკადში ტრიალებს. ამ ყველაფრის საწინააღმდეგო იარაღი გახლავთ შემდეგი რამ: კრიტიკული აზროვნება, თვალების ფართოდ გახელა და იმის კარგად გაანალიზება თუ ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ჩვენი მოყვარე. მანამ სანამ დაგემშვიდობებით შეგახსენებთ იმას, რომ ციფრული ინდუსტრიის აკადემია არის კომპანია, რომელიც ჩემს არხს უკვე არაერთი დღეა გვერდში უდგას და თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პრომოკოდი პორტალი, რომლის დახმარებითაც მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას აბსოლუტურად ყველა კურსზე. დღეისათვის სულ ეს იყო. დროებით.